საკითხებთან დაკავშირებით და ეხოთ რა გისმენთ დასაძაბი და ეს არაფერი ზესაფონელი გოგონა ვარ. დიახ, მე თვითონ სადავი ხარ. მე ზესაფონელი. ძალიან სასიამოვნოა. თქვენი სახელი ნათია ზმოიანი. თავსაბაზოიდან. ძალიან სასიამოვნოა. თავდაპირველად თქვენ ძანდებით გამგეობაში მუშაობთ, ხო? გიყავით სოციალურ კომისიის თავმჯდომარე ძანდები. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ასევე თქვენ 1996 წლიდან ძანდებით სოფლის გაწყაროს დიახ ექიმი. კი, 96-დან განიხილეთ თქვენი დეკლარაცია და ასევე ძანდებით კათარსისის ექიმი. ეს ჩვენ მერაბ გორდეზიანს დავუკავშირდით და დაგვითავ. კი. ეს ახლა კათიკაფუში ქედან მომენტი. ხა. ჩვენ გვაქვს ასევე მუხლები აქ, რომელიც მუხლითაც, აი 38 მუხლის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და მე-13 მუხლის მეორე ფეხბურთის თანახმად თანამდებობის პირს უფლება არ აქვს ასრულების რაიმე ანაზღაურება სამუშაოს. კი, მარტივში გავეცანი როგორც კი ანაზღაურება სამსახურში პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობა. სამეცნიერო პედაგოგიური და შემოქმედებითი. ან ეკავს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სამაზინო დაწესებულებაში. თანამდებობა. ან სამაზინო საწარმოში ან ასრულების რაიმე ანაზღაურება სამუშაოში. შემიძლია ზებიათ გაგიმეოროთ და მაგრამ ეცოდინება. კი, რა თქმა უნდა. ეს კანონის დარღვევა არის ბატონო მარანა, თქვენ სამი თანამდებობა გიყავიათ. თანამდებობა არც ერთი არ არის. დიახ, მაგრამ მუშაობ ხელმოქმედების საქმეებში ზანდებით, მაგრამ გაქვთ ანაზღაურება. მონაწილეობა. არც ერთი არ მაქვს. დეკლარაციაში წერია, შაშე მე აი იმ დღესაც თქვენ ვიღაცამ გითხრა ხო? დეკლარაცია შევავსე, აქ დავიწყე თუ არა მუშაობა და ეს იყო ივლისის თვე და გასული წლის შემოსავლები ჩავწერე, ხო? სამალინის სიტუაცია მაგა გამახსენე. სამხელფას იღებო. ხო, არა, ხო მითხეს, იცი რომ სამხელფას იღებო. სამივე ჩავწერე გადავდამალავდი, იმიტომ რომ სამივე არის იყო ერთმანეთთან შეთავსებული. სამივე არა, უბრალოდ დავწერე ის ორი შაშანდელი შემოსავლები კათარზისიდან და შაშანდელი შემოსავალი, რომელიც არ დავმალავდა, შეცდომით ჩამიწერია, იმიტომ რომ ცხაწაროში ეს არ არის ხელფასი, საგადასახადოში გავარკვით, ეს არის სასიარულო ხარჯი. იმასაც არ ავიღებ უკვე. კათარზიში მე 2007 წლიდან ხელშეკრულებით არა ნახავთ იქ შეგიძლიათ მიხვიდეთ და შეავოძრეთ. კი, გაეცანით იურიდიულად თვითონ იყავით კათარზიში? არა, მაგრამ 2007 წლიდან. კი, 2007 წლიდან მე დავწერე განცხადება და ვითხოვე საქველმოქმედო გზით, საქველმოქმედო სახით მეთანამშრომლად მათთან, იმიტომ რომ იქ იყო არაჩვეულებრივი წამლები, წითელი ჯვრის, გეტყვით, თუ გაინტერესებთ, იქ საიდან მოხვდი. წითელი ჯვრის წამლები ჩამოსული, რომელსაც არ ყავდა ექიმი, მე მყავს ზესაფონში უამრავინასწორი, ხა ზესაფონი თუ იცით, რომელსაც ჭირდება წამალიცით მედიკამენტები რა ფასივეს და უბრალოდ ამ წამლების განკარგვაში ვეხმარებოდი. არანაირი ხელფასი მთელი 7-8 წელი 2007 წლიდან 2012-მდე არ ამიხია. შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტალურად შეავოთოთ. სულ რაღაც 3 წელი მე და სოკარმა რო დააფინანსა, მიიღებდი ისიც ფაქტურად სასიარულო ხარჯს. შემდეგ იქ მთელი კოლექტივი მე ძალიან ხარში დამედგა რომ კენჭი მეყარა ფიქსირებული ძამლებით და სამ სამსახურში მუშაობა შემოსავლებში დღეს შეიძლება არა მაგრამ დეკლარაციაში ესე წერია ეს იგი მე და იმდად შემისვია დეკლარაციაში ისო ივლისის თვეში როგორც ვახსოვს და ივლისის თვეში მე ვაჩვენე გასული წლის შემოსავლები წინაზის. ეხლა ხო მუშაობ ხალხი? კი, მუშაობ შემოსავლის გარეშე. ხო, მაგრამ ხალხს ხო იღებს? ადამიანი. არა. არ ჯერა. სოფელში თქვენ ექიმი მოძადებით ხელფასს, მაგრამ ხალხს იღებთ რა მშობლობა? ხელფასს არ ვიღებ. სასიარულო ბენზინის ფულს, ბენზინის ფულს, ამორტიზაციის ხალხს რაღაც ეწერა. შარშა, კი. შარშა ხო ძანდებოდეთ შარშა რა განიყავი. და კათარსისში ხო მიყავთ ხელფასს? არ ვიღებ. დავწერე ხელახლა განცხადება და ისე გადავიდე ხელფასს გადავამოწმეთ, ანუ თქვენ ამბობთ რომ ხელფასს არ აქვს. არც კათარსისში არც იქ. კარგი, ჩვენ ამას გადავამოწმოთ. ხალხს შავგულიძეს ამუნაც შევაც, გავიგეთ. ხო, ეს არის კანონდარღვევა, მუხლების წერია და შესაბამისად დამიფაროს მე ეს ფერმონია თუ კანონდარღვევა ჩვენ რატო გონიათ ბატონო? იმიტომ რომ არასდროს ჩინდება დაგედება. ხო, მაგრამ თქვენ ოლეგი უკასავთ, თქვენ მოელევით, როცა ქალბატონ მანამეს ძალიან არ გაქვს თქვენ უფლება არანაირი. ჩვენ ხვალდაზე თქვენი სახელი ნათია. ნათიას ჯვარის წერია და რამეასაბეცსიო. იგივე კათარსისში ძალიან გაგვეხარდება თუ მოგზანდებით, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანს დახმარებას უწევთ
გეყოლება თქვენს გაჭირებული ადამიანები, წამალი რო ჭირდება, გულითაც ურმე ტელევიზიითაც ხშირად გამოვა. იქვე ნახავთ, თქვენ იქვე რას ვაკეთებ, გამოკითხავთ ის ყველას რას ვიღებ, როგორ ვიღებ და რა. კი მე იმ დეკლარაციის გასაგებია. მოვიტან. ისიც მოვიტანეთ, ისიც დავადასტურებ ყველაფერს აბსოლუტურად და რაც კანონმდებლობის არის აშლი. აბსოლუტურად მართალი ბრძანდების პირველ რიგში მე ვარ დაინტერესებული და კანონი არ დავარ. ძალიან კარგი. კარგად პრობლემა. მოხარული ვიდეო მოგდანებს იქნებით მოხარულები აქ. ეს ვინა მახინჯიკა წინა არა ეს შერობე თუეო და ის საუბარი საუბარი